მოგესალმებით, მე ვარ ნინი ბენდელიანი, ჩვენი ამბების სახელის წევრი და დღეს ჩვენ რუბრიკაში იცოდე ისტორია შენი ქალაქის შესახებ ვისაუბრებთ ქალაქ ხონზე. ხონი პატარა ქალაქია, მაგრამ ისტორიულად საინტერესო და მნიშვნელოვანია. მისი ტრადიციები ძირითადად იმერულია, სტუმართმოყვარეობა, სუფრა და ასე შემდეგ. დღეს ჩვენი მოწვეული სტუმარი ბატონი ავთანდილ ფაილოძე ისაუბრებს ძველ ტრადიციებზე, ძველ კულტურაზე და ხონის ისტორიაზე. შემდეგ კი თანამედროვეზე გვესაუბრება. მე ვარ ავთანდილ ფაილოძე, ხონელი კაცი, ეს მუზეუმი ჩემი გაკეთებულია ისე როგორც ხონში მდებარე ორი დანარჩენი მუზეუმი. ეს მუზეუმი, როცა მე დავიწყე მუშაობა 40 წელია მუშაობ, 5000 ექსპონატს ითვლიდა. დღეს 25000-ზე მეტი ექსპონატია და ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო იმერეთში, თან საქართველოში. რამდენიმე წლის წინ მომენიჭა კულტურაში, კულტურის სამინისტროს ეგრეთ წოდებული საუკეთესო მუზეუმი ხარისხი. დაჯილდოებული ვარ ღირსების ორდენით. მაქვს გამოცემული 23 წიგნი, 100-ზე მეტი სტატია და სამეცნიერო ნარკვევი. როგორ იწყება ხონის ისტორია? ხონის ისტორია მართლა საინტერესოა. როგორც ხონი სიტყვა პირველად ამირან დარეჯანიძე მოსეს უქიახონელსა ნახსენები აქვს დიდებულ რუსთაველს, მაგრამ ხონი ლაზეთის ხონის სახელით დასახელებულია მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსთა პროკოფი კესარიელთან, რომელიც ამბობს, რომ მეომარმა იმპერატორმა იუსტინიანემ, რომელიც ებრძოდა შაჰ-ი-შაჰს, სპარსეთის მეფეს ხოსროს ნუშიროს, ლაზეთში დაარსა ხონი, ლაზეთის ხონი, ლოსოხ ხონი, ასე წერს იგი. რაც შეეხება შემდეგდროინდელ ხონს, დავითისა და თამარის ეპოქაში ხონი მცხეთის კათოლიკოსის სახელო ყოფილა. მცხეთი კათოლიკოსი ეკუთვნოდა ხონი. ხონში 1895 წელს ორი ძაფთაღე ფაბრიკა ამუშავდა. ერთი აშენა ნესტორ წერეთელმა, აქ არის სტენდზე მისი დამსახურება და მისი მოჭრილი პული, ამოსახული საფაიო ბილეთი ეგრეთ წოდებული. არის თორე რამე ისეთი ძველი ტრადიციებიდან და კულტურიდან, რაც დღევანდელ რეალობაში უნდა შეინარჩუნოს ხონმა და მისმა ახალგაზრდამ. ახლა ჩემ ბავშვობაში მაგალითად ხონში ასეთი ტრადიციები. გეოგრაფიაზე ტარდებოდა ლელობურთის თამაში, ცხენბურთი, ისინდი, მარულა, სამწუხაროდ მთლიანად იქნა მივიწყებული. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის ხონში ნამყოფი, რითი არის ეს ქალაქი განსხვავებული და რას უნდა ესტუმროს, რა უნდა ნახოს საინტერესო ჩვენ ქალაქში? ხონში მოსული კაცმა უეჭველად უნდა ნახოს ხონის წმინდა გიორგის ტაძარი. პირველი ძეგლი, რომელიც უძველესი ხანიდან შემორჩა ჩვენ. კი ბატონო, მადლობა ჩვენი შეხვედრისთვის და მადლობა დრო რომ დამითმეთ, მადლობა პასუხებისთვის. კარგად, ყოველთვის ზათავარ ახალგაზრდებს ვსაუბრობ. 45 წელია მეცნიერ მუშაკი ვარ. ამდენი წიგნები გამომიცი, ამდენი რამე და ძალიან მიხარ, როცა ინტერესიანი ხალხი ხვდები.